მეცაც გეტყვით. იყო ესეთი გოგა დანელიშვილი, ჩვენი ერთ-ერთი სტუდენტი, ერთ-ერთი ჩვენი პერიოდის, რომელსაც ბატონო ჩვენი მეგობარი რო კი. და 7 ტყვია ესროლა მისი ახალგაზრდურის თავმჯდომარემ სააკაშვილის, ვინც იყო მაშინ გოძიაშვილი იყო გვარად. ერე ბიზნესები რომის 7 ტყვია. ქუჩაში, მაგ არჩევნების გულისთვის ესროლა საიდანაც 4 მოარტყა საბურთალოზე ხო ზუსტად ქუჩა აღარ მახსოვს. ბახტრიონზე ესროლა. ტყუილი არა თქვა. ნიკო თევდორაშვილი ესწრებოდა ამას. კი, ნიკო, აი ისა და 7 ტყვია ესროლა, 4 მოარტყა და კინაღამ მოკვდა. და მაშინ მე გადაცემაში მე ინგასთან ვიყავი გადაცემაში და მეთქი ესე თუ გაგრძელდა მკვლელობა მოხდება მეთქი და პასუხისმგებლობა სააკაშვილს ვაკისრებ მეთქი დამირე კამერე და რატო აკეთებ ამას და ისაო ესეთი რაღაცა მითხრა რა გინდაო ეხაო დაგვანებეო და მე სულ გამოვდიოდი და ვამბობდი რომ მაგამბავზე პასუხი უნდა აგოს ვინც ეგ ჩაიდინა მაგრამ ხო იცით ამ ხალხის ამბავი რა ეხა რომ ის არის რაღაც მაშინ განცდა იყო იმის რომ მოდიოდა თეთრ ცხენზე ამხედრებული სააკაშვილი რომელიც იხსნიდა ქვეყანას რაღაც ჭაობიდან და შიგ ევროპაში შეგვტენიდა, მაგრამ სხვა რამე მოხდა, ხო, ნახეთ და მაშინ ხალხი ის ქონდა მე მეძახდნენ, მე რომელიც ეხლა გიამბეთ როგორი წარმოდგენა ქონდათ შემოჯახ შევარდაძე, მე ბოლოს ისე დაატრიალეს, რომ შევარდაძის სტუდენტი, რომელიც როინ მეტრეველი ფულს აძლევს და შევარდაძე მიხდის ფულს და რაღაც მილიონებს მაკეთებინებდნენ თითქოს. ამ ტყუილებს იმაშვებოდნენ მაშინ რა სიუჟეტები გადიოდა. რო ვერ მიგიმხროთ სააკაშვილმა შემდეგ ეს შავი პიარი დაატრიალა. კი ბატონო.